ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრის თანადაფინანსებით თითქმის 2 კვირაა მიმდინარეობდა ზუგდიდის სპორტ კომპლექსში მხიარული თამაშები, რომელშიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის 25 სკოლამდელი დაწესებულება მონაწილეობდა. პატარები ფართო აუდიტორიის წინაშე საკმაოდ თამამად გამოდიოდნენ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს პუბლიკას აცნობდნენ. დასრულდა სპორტული თამაში საბავშვო ბაღებს შორის მხიარული თამაშები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 25 საბავშვო ბაღმა. გამოვლინდნენ ფინალისტები და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან თასებით, დიპლომებით. 15 დღეა, რაც მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის ახალგაზრდათა შორის შეჯიბრება მხიარულ თამაშებში. სულ მონაწილეობს 20-ზე მეტი ბაღი. დაყოფილი იყო 3 ეტაპობრივად, ესენი იყვნენ ერთჯგუფიანი ბაღები, ორჯგუფიანი და სამჯგუფიანი ბაღები. მხიარული თამაშები საკმაოდ აზარტულად მიმდინარეობდა, თუმცა ფინალში მხოლოდ 6 ბაღი მოხვდა. პატარა მეტოქეები ერთმანეთს თავიანთი ძალებით დაუპირისპირდნენ და პირველობისთვის მაქსიმალურად იბრძოლეს. მხიარულ თამაშებში ყველაზე ძლიერი ზუგდიდის ნომერ 3 საბავშვო ბაღი აღმოჩნდა და გამარჯვებაც ღირსეულად მოიპოვა. ძალიან მხიარული თამაშები იყო და მე ძალიან გამიხადა, რომ მოხვდი ფინალში. ყოველს ვუსურვებ წარმატება. გავიმარჯვა, ძალიან მიხარია მოგება. მხიარული თამაშების დასასრულს გამარჯვებულები მსაჯებმა და ღონისძიების ორგანიზატორებმა სიმბოლურად დიპლომებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. სპორტული ღონისძიება სახელწოდებით მხიარული თამაშების სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს შორის ტრადიციულია და ყოველ წელს გაიმართება.